დევნილების დასახლებაში, ბაგებში, რომ ცხოვრობდი, მახსოვს, ერთხელ ჩამოვედი და ძალიან ბევრი პოლიცია იყო მოსული, ძალიან ბევრი იარაღიანი ადამიანი, წარმოგიდგენთ, ეს არის დევნილთა დასახლება, სტუთქალაქი ბაგების. ადამიანები, რომლებიც ომიდან წამოვიდნენ. იარაღიანი სპეცრაზმი ჩატენეს დევნილები ფურგონებში და გაიყვანეს თბილისიდან. ეხლა ამას წარმოიდგინეთ, უბრალოდ თუნდაც აფხაზი რო უყურებს, რამე ილუზია რჩება იმისა, რომ შენ ქართველი, შენსავე დევნილს ესე რო ექცევი, რამე ილუზია რჩება მას, რომ შენ მას უკეთესად მოიქცევი. ძალიან მძიმეა დევნილების ცხოვრება. 18 კვადრატულ მეტრში 4 კაცი, 6 კაცი. ხანდახან მესმის ხოლმე, რომ სად არიან დევნილები, გაგვაგონონ თავისი ხმა. მეგობარო, 30 წელია ვიყურები მარცხნივ და მარჯვნივ, რომ ვნახო ვინმე თუ არის ჩემს გვერდით და შენ იქ არასდროს არ ყოფილხარ. და ეხა ითხოვ, რომ მე გამოვიდე სახლიდან, გატეხილი ტუალეტით, ცივი აბაზანით, რა ვიცი, აი საშინელი პირობებიდან, დაგიდგე გვერდით 30 წლის მერე და გაგაგონო ჩემი ხმა. ძალიან რთულია ეს ამბავი. ძალიან კარგი რაღაცა თქვა გიორგიმ, რომ აი ეს ცრურწმენები რო ჩნდებაო ჩემთვისაც, აი ძალიან ბევრ დევნილს ხო ვიცნობ და მილაპარაკია. ბევრს უთქვას, რომ რამე ისეთი არ თქვაო, ან გამოსვლაზე, ან ინტერვიუს დროს და რამე ისეთი, იცით რა არის ხალხო სიმართლე. იმიტომ რომ ხალხს ეშინია, წარმოიდგინეთ ეს ხალხი, ბევრს გონია, რომ დევნილები არის ხალხი, რომელსაც ომი დაემართა. და აი რა მძიმე უნდა იყოს იმის თქმა, რომ ომი იყო ყველაზე მარტივი რაღაცა, რაც ჩვენ დაგვემართა. იცით რატო? ომის დროს რაღაცები არის გარკვეული. ჯერ ერთი იცი, რომ საგანგებო მდგომარეობაა და ყველა საგანგებო მდგომარეობაში ვარ და ვიცით, რომ არანორმალური მოვლენები მოხდება. მეორე იცი, რომ მტერ მოყვარე, ყავს გარჩეული. აქეთ ვართ უტრებულოთ რო ვთქვათ, აქეთ ვართ ჩვენ და იქით არის ისინი და ვჩხუბობთ. იცი, რომ მტერი იქეთ არის, მოყვარე აქეთ არის. მაგრამ ომი რო დაამთავრდა, მაგის მერე დევნილები სახლის გარეშე, საშინელ პირობებში, ამაზე ღირსება აყრილი, ამაზე გათელილი სოციალური ჯგუფი საქართველოში, სადაც უამრავი სოციალური ჯგუფი საშინელ მდგომარეობაში არის, ამაზე ღირსება აყრილი და ფეხები გათელილი სოციალური ჯგუფი საქართველოში არ არსებობს. მერწმუნეთ. გაიცანით დევნილები და ნახეთ უბრალოდ რა პირობებში ცხოვრობენ. ეს არა მარტო ფიზიკური და ეკონომიკური პირობები, ეს არის სულიერი მდგომარეობა. ასეთი დაჩმორებული სახელმწიფოს მიერ და სხვა ხალხის მიერ. აი, მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც მეუბნება, რომ ბიჭო, აი, ზურა, აი ვიცნობ დევნილებს, ნათესავები მყავს, დევნილები ჩემზე კარგად ცხოვრობენ. ამ ფრაზის საზარლობას ეს ადამიანი ვერ ხვდება. ანუ ესე იგი თუ ვიღაც დევნილი კარგად ცხოვრობს, ღმერთმა ხელი მომმართოს, ესე იგი შეძლო და გააკეთა და იცხოვროს, მაგრამ შენ რო ადარებ აქ თბილისში, რომ ჩემზე კარგად ცხოვრობს, ესე იგი შენ უკვე მეორე ხარისხოვნად განიხილავ მას, რომ ის თურმე შენზე კარგად თუ ცხოვრობს, რაღაცა დააშავა. და ეს მეორე ხარისხოვნების განცდა, აი მე ვამბობ ხოლმე დევნილებზე ჩემი ხალხი. ჩემი ხალხი რო ამბობ, მე პირველად გულისხმობ დევნილებს და მერე დანარჩენ საქართველოს, იმიტომ რომ მე ამ ხალხთან მაკავშირებს ძალიან დიდი საერთო ტკივილის განცდა, რომელიც რატომღაც საქართველოს დანარჩენმა საზოგადოებამ ვერ გაიგო და რატომღაც დღეს ამ სასტიკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ერთმანეთის გრძნობებს ვერ ვგებულობთ და ერთმანეთის ტკივილს ვერ ვგებულობთ და დავცინით და როგორც აქ ვთხოვთ ადამიანი შიმშილობს და ვეუბნებით, რომ ახლა მოინანიე და რაღაც ეს რაღაცა ყველაზე მეტად იცით რას გავს ბატონყმობას, აი ბატონყმობა გადავარდაო რო თქვეს, არანაირი ბატონყმობა საქართველოში არ გადავარდნილა. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე ხარ აფხაზეთში დაბადებული, იწყება ომი, მიდიხარ სამშობლოს დასაცავად და ოჯახის დასაცავად, ქალაქის დასაცავად, იბრძვი ერთი წელი, იღებ ერთ ჭრილობას, მეორე ჭრილობას, კანტუზიას, უჭმელობის გამო გვითარდება დისტროფია, მერე გადმოდიხარ სვანეთის გზით უკან, იქ გძარცვავენ ოღონდ არაბხაზები, ქართველები, მერე ბრუნდები უკან სამშობლო დაიცავი. და მე ვიცნობ ერთი 6 ვეტერანს, აქედან 2 არ არის აფხაზეთიდან და არის თბილისიდან, რომლებმაც
რო ჩამოვიდნენ და სახელმწიფო მუთხრა რომ აი არსებობს ვეტერანის პენსია და დაფინანსება, რითიც შენ შეგიძლია მინიმუმ არ მოკდე შიმშილით და პლუს გექნება დასაკლება წამლებზე და ასე შემდეგ. აი ეს მეომრები ვერ ამტკიცებდნენ რომ ისინი მეომრები არიან, ვერ ამტკიცებდნენ რომ ერთი წელი იქ იბრძოდნენ და მათ მოუწიათ ქრთამის გადახდა რომ სახელმწიფოს ეთქვა რომ ისინი არიან ვეტერანები. ეს ყველა დევნილმა იცის. ყველა დევნილმა იცის, უბრალოდ ხმამაღლა ამას არავინ არ ლაპარაკობს. და მე თან აი ისეთი რამე არ თქვა კიდე ესეც იყო. მითხეს რომ რაღაცა ისეთი არ თქვა, იმიტომ რომ აი რაღაცა ქულები მეწველოდები ბინას. მე ხა მოდივარ სხვისი ბინიდან. ქულები არ გაგიფუჭდეს და გამჭვირვალობას ეს ქვეყანა რო ითხოვს რომ გამჭვირვალობა. მოდი ამ სტრუქტურებში იყოს ეს გამჭვირვალობა, ხო რომ ჩანდეს რომ შენი მოქალაქე 18 კვადრატულ მეტრში როა ერთი მეორეს 39 წლის ომარი და სადღაც ვიღაცის სახლში იღვიძებს და ასე შემდეგ. და შენ რაღაც 26 მანქანა გემსახურება და პარლამენტარზე მეტი ხელფასი გაქვს, ანუ რაზე ვლაპარაკობთ, ხო? ანუ ხო და საჭირო ეს გამჭვირვალობა, საჭირო გამოჩნდეს, აი როცა სახში შემოდიან, აი დევნილები კიდე რას აკეთებ, წარმოგიდგენთ დამცირების რა დონეა, როცა შემოდის სახში შემოწმება, დევნილები ერთმანეთს ურეკავენ ხოლმე, რომ გადამალე ტელევიზორი, გადამალე, რატო? იმიტომ რომ შეიძლება ქულა დაგაკლონ. და ქულას თუ დაგაკლებენ, ბინა 60 ოთახიანი თუ გეკუთვნის, გახდება 2 ოთახიანი ან 1 ოთახიანი. და თან როდის მიიღებ, ვერავინ ვერ გაიგებს. მეც არ ვიცი, იცით ეხლა ამას ვლაპარაკობ, შეიძლება ქულა დამაკლონ რაღაცა, შევხედოთ. ხო, ეს არის და ეს და ერთს კიდე დავამატებ, უბრალოდ ამათი ყველაფერი გასაგებია, გიორგიმ კარგად თქვა ყველაფერი, ერთს დავამატებ. მთელი ცხოვრება მესმის და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად დამამცირებელი და რამდენად გამაღიზიანებელი არის დევნილისთვის ეს ჩვენი ურა პატრიოტული გვახსოვს აფხაზეთი და გვტკივა აფხაზეთი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე არ მესმის შენ რა გტკივა, იმიტომ რომ შენ თუ გტკივა პლაჟი არ შეიძლება რომ შენ გტკიოდეს პლაჟი დასასვენებელი ადგილი და კარგი ბუნება. როცა შენს გვერდით ეს ადამიანები, რომელსაც მართლა ტკივათ და ვერ გაგიგია, გვერდით გიდგას და არ გესმის, რომ სახე აქვს ახეული ადამიანს და ტკივა რაღაცა აფხაზეთი და გინდა რომ დაიბრუნო აფხაზეთი, მაგრამ რა არის აფხაზეთი თუ არა ეს ხალხი, ვინც ამ აფხაზეთში ცხოვრობს, ხო? ეს ხალხიც და ისინიც, ვინც ეხლა იქ ცხოვრობენ. ეს არის და ეს, მადლობა დიდი. მე მოგწევს